ისნის რაიონში 119 საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა, ის 20 ჯგუფზეა გათვლილი და 600-ზე მეტ ბავშვს მოემსახურება. ახალი ბაღი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა. თბილისის მერიის ინფორმაციით დაცულია უსაფრთხოების ყველა ნორმა. მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარი დაიხარჯა. დღეს მდგომარეობით 470 პატარა არის რეგისტრირებული აღნიშნულ ბაღში. ძალიან მიხარია, ხედავთ როგორი საზეიმო განწყობა არის, მინდა მიულოცო პატარებს, მინდა მიულოცო პედაგოგებს, სამღვდელო პროცესის დაწყება. რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, ხედავთ როგორი კარგი პროექტი გამოვიდა, სადაც ყველა დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. დაწყებული ბავშვების სათამაშოებიდან არის დაამთავრებული თუნდაც თეთრეულამდე. რა თქმა უნდა, მოთხოვნილია ის სერტიფიკატები, საერთაშორისო სერტიფიკატები ყველა პროდუქტზე, რომ უნდა იყოს ხარისხიანი. 119 ბაღი არის ყველაზე დიდი ბაღი დედაქალაქში. 2020 წლის ბაღი იყო მძიმე ავარიულ მდგომარეობაში, ის გამოც მოხდა მისი სრული დემონტაჟი. 2023 წელს დაიწყო ახალი შენობის მშენებლობა და დღეს უკვე კონტინგენტი დაუბრუნდა საკუთარ ახალ ბაღს. 6 სახსაზრდელს მოემსახურება აღნიშნული ბაღი. სხვა ბაღში დამყავდა, მე მოუთმელად ველოდით ამ ბაღის გახსნას. მოვედით, ძალიან გაგვიხარდა, მოგვეწონა. ბავშვი უზომოდ კმაყოფილია და რაც შეეხება მის უსაფრთხოებას, ვთქვი, რომ სრულად დაცულია.